სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ გადავედით 51 ნაწილზე და ჩემთან საოცრად 91 წელი გამოტოვებულია, მე მგონი, იმიტომ რომ რუსეთში მოგზაურა, მგონი ორჯერ მოხდა 90-ის წლის ბოლოს და 91-ში მისი მოგზაურობა უკრაინა, რუსეთში, ასე ვთქვათ, ყაზახისტანშიც და მე მგონი ორივე წელს იყო, თუ არ მეშლება მე. იმიტომ რომ 92 წლის 27 დეკემბერს არის ეს ჩაწერილი, უკვე წლის ბოლოს, წარმოვიდგინეთ, 90-ის მაისში ვიყავით და ახლა გადავედით 92-ის 27-ში. თუ ლაფსუსი არ არის და 42 ნაწილი არ იქნება 91 ჩაწერილი. ესეთი რამეც მე დავაფიქსირე, რომ მოხდა. დაგეგმარებაში იყო, თუ არ ვიცი, შეტანაში ფაილები, რომ იმაშებოდნენ, აკონსპექტებდნენ ამ ყველაფერს. ძალიან საინტერესო კითხვა არის და ეს ეხება მათეს სახარებაში ნათქვამს. მე წავიკითხავ ამ ადგილს 42 მუხლს ეხება, მაგრამ მე წავიკითხავ მთლიანად ნაწილს. მათეს სახარების მეხუთე თავის 42 მუხლსია საუბარი და ჩვენ წავიკითხავთ ამ ნაწილს 38 მუხლიდან. ეს არის უკვე სახარება მთაზე, გასავთ და იქ არის ლაპარაკი უკვე ნეტარებები ჩამოთვლილი, იწყებს იესო და მე აგრძელებს ამას მთლიანად ახალ დამოკიდებულებას სამყაროსთან, ადამიანებთან და ერთ-ერთი რასაც ამბობს იესო, ამას ამბობს. გსმენიათ რომ თქმულა, თვალი თვალისწილ, კბილი კბილისწილ. მე კი გეუბნები თქვენ, წინ უაღუდგებით ბოროტს, არამედ თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიცთან გაატანე. ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაყევი. აქ მილია რატომღაც ნახსენები ამ თარგმანში, იგივე კილომეტრის, იცით, კილომეტრზე მეტია. ვინც გთხოვს მიეცი და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვინც შენგან სესხება, ვისაც შენგან სესხება სურს. აი ნახეთ, ამაზე ელაპარაკი 42-ზე, ესე იგი, ვინც გთხოვს მიეცი და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს. გსმენიათ რომ თქმულა, გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. მე კი გეუბნებით, გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით. რათა იყო თქვენი ზეციერი მამის ზენი, რომელსაც თავისი მზე ამოყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც. რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური, განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან და თუ მხოლოდ თქვენ ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას აკეთებთ, განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან, მაშინ ყავით სრულყოფილი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი. ხედავთ? ხეთ ესე იგი როგორ არის პრინციპები მოსული და ჩვენ ამას პირდაპირ გავიგეთ ლოყის შეშვერას და შემოლაწუნებას და ძალიან ბევრს გაუგებრობა აქ ამასთან დაკავშირებით, ხო? კუკარაჩაშიც კი არის ეს ადგილი მოყვანილი. ასე რომ ასევე ხელის მოჭრა, თვალი ამოიგდე, გახსოვთ, ხო? ეს ყველაფერი არის პრინციპები აქ ჩამოთვლილი, პრინციპები, ცათასასუფლების პრინციპები და სამეფოს პრინციპები. და ქრისტიანები როგორ უნდა ცდილობდნენ, რომ ესე განიწმინდონ და ესეთი ურთიერთობები გქონდეთ მათ. რა თქმა უნდა, ქრისტეს დახმარებით და ადამიანი თვითონ ვერ შეძლებდა ამას და ვერც გააკეთეს ეს ჩვენმა ებრაელმა ძმებმაც, ხო? აი მოусმინოთ ახლა როგორ არის ეს შესავალი. სალამი ყველას მოგესალმებით. დღეს საღამოს გვექნება დრო კითხვა-პასუხის რეჟიმში რომ ვისაუბროთ. და იმედი მაქვს რომ თქვენ მზად ახართ დასვათ რაც არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო კითხვა. დიახ, მზადა ვარ ჯონ, პირველ რიგში თქვენი სახელი გითხარით, მე მქვია როქსან ბარტოში. და კითხვა მაქვს მათეს სახარებიდან და ამას ასოს. როქსანა ქალია, ბარტოში, ჩემი აზრით, უნგრელი წარმოშობისაა. და როცა ჩამას ყველაფერს დაასახელებს 42 მუხლთან რომ მივა, ვინც გთხოვს მიეცი და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს. და ძალიან ბევრს აინტერესებს ესა, ძალიან ბევრს. იმიტომ რომ მათხოვრებთან დაკავშირებით, აი მე ბევრი მქონდა გაგონილი და ბატონმა ჯონმა პირდაპირ გაგებით, აი დიდი წერტილი და დიდი აქცენტი დასვა და უფრო გამიმყარდა რწმენა, რომ უკვე ნახეთ ინგლისურ სამყაროშიც მე მოვისმინე ეს, რომ ეს სწორი არის ამის გაკეთება და ლაპარაკია მათხოვრებზე დახმარება არ დახმარება. და ქალბატონი ამიტომ შეწუხებული და ამბობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველას უნდა მივცეთ, ვინც რამეს მოგთხოვს.
და ჯონ მაკარტური ამბობს ფიქრობ რომ ეს ზოგადი პრინციპია მიეცი მას ვინც გთხოვს და არა პირდაპირ ყველას რომ ჩვენ მივცეთ და ვარაუდი აქვს რომ ესეთი ადამიანი არ ცდილობს შენ გამოგიყენოს და შენით ისარგებლოს და ასევე ვარაუდია რომ ეს საჭიროება რეალურია და ეს საჭიროება გულწრფელია და მეც ბევრს მოუტყუები ვარ ესე რომ იცოდეთ და მეც შემცდა რო არ უნდა ვაღიარო ამასთან მიმართებაში და ჯონ მაკარტური აგზა სინამდვილეში რასაც თქვენ მეკითხებით არის ის რომ თუ მათხოვარს მე ვხედავ მივცე ფული მათხოვარს ხედავთ არ და ეს არ არის მთავარი აქ ესე ნუ გავიგებთ არსებობს ზოგადი პრინციპი რომელიც ამბობს რომ როდესაც ვინმეს აქვს ლეგიტიმური ნამდვილი საჭიროება ის მოდის თქვენთან და გეუნებათ ამ საჭიროების დაკმაყოფილებას თქვენ გაქვთ ამის გაკეთების რესურსი მაშინ თქვენ ეს უნდა გააკეთოთ მე უბრალოდ გეტყვით ამას ერთ-ერთი პრინციპი რომლითაც მე მოქმედებ მთელი ცხოვრებაა და როდესაც მთელ სოფლიოში მოგზაურობ არის ის რომ მე არასოდეს ვაძლევ ფულს მათხოვრებს არანაირად არავითარ ფულს რადგან თქვენ როდესაც ამას აკეთებთ ჩათვალეთ რომ მათხოვრობას თქვენ ახალისებთ და ხელს უწყობთ და როდესაც მათხოვრობას ხელს უწყობ და ის წარმატებულია ის უკვე კარიერად იქცევა ის ადამიანი აღარ დაანებებს ამას თავს მაგალითად როდესაც ჩვენ ინდოეთში ვიყავით იცით ხო პატარა ბავშვები მოქცევიანი გეკიდებიან ტანსაცმელზე გეკიდებიან ხელებზე ეს თავი დიდი მუქი თვალებით და ფულს გთხოვენ და მე იმ წუთში ვიცოდი რომ კუთხეში არის ვიღაცა პიროვნება ვინც ამათ აკონტროლებს და იცით ხომ 75% ყველაფერს ისინი იჯიბავენ და ამაზე მე გამახსენდა ძალიან კარგი ფილმი ოსკარის ესე ოსკაროსანი ფილმი ოსკარი გადაეცა Slam Dog მილიონერი იცით ხომ ესე თქვათ გეტოს ძაღლი მილიონერი თუ ძაღლების გეტოს მილიონერი რომ ძაღლებად თვლიან ალბათ ასეთ Slam Dog მილიონერი ესეთი ის არის შეგიძლიათ მოიძიოთ ეგ და იქ არის დეტალურად აღწერილი თუ რა ხდება მაგასთან დაკავშირებით და საქართველოს გამონაკლისი არ უნდა იყოს ეს არის უბრალოდ ძალიან დიდი ინდუსტრია აი ეს მათხოვრების ინდუსტრია და იცით ბევრი მათხოვარი მილიონერის გამხდარა აქაც სხვათა შორის და ისე რომ ჩაიცმევენ და ციგნები რასაკეთებდნენ ჩვენთან და სპეციალურად ბავშვებს ამახინჯებდნენ იცით ეგეც ცნობილი ფაქტია ციგნები და იმიტომ რომ გული შეგძროდა და ძალიან ბევრი ადამიანი ვერ უძლებს ამას მეც უკვე დიდი ხანია უკვე ამ პრინციპს მივზდევ და ზუსტად აი ამ ეს კითხვა მახსოვდა მე ეს პასუხი რომ გამიმყარდა რწმენა არა მარტო ლატარიის თავი დავანებე თამაშს არამედ აი ესეც რომ არავის მანქანები ჩვენ რო ჩერდებით ძალიან ბევრი აქ უკვე მათხოვრები თვით მუსლიმანები გამოყავთ ქალები გამოყავთ მუსლიმანები თავსაფრებით ხო და ბუნებრივია რომ ეს ქვრები უშვებენ მათ და მე როდესაც ეს უთხარი ჩემ მუსლიმან ძალიან თავგადაკლული მას ხო მუსლიმან პირს მითხრა რომ არა ეგ სომხები არიან გადაცმულებიო ეხლა არ ვიცი საიდან მოიტანა გაემართლებინა უნდა და ინდური წარმოშობის მუსლიმანები ძალიან ბევრი აქ არა პაკისტანელები არა მარტო თვითონ ინდოეთიდან მუსლიმანები სხვათა შორის ძალიან კარგი ხალხია ნაკლებად აგრესიულები ვიდრე სხვები და მან ესე გაამართლა ეგა. შეიძლება ვიღაცა იყო, მაგრამ მე შორს ავარ მაგაზისაგან, რომ სომხები ამას აკეთებდნენ, რომ უბრალოდ ეს უნდათ რომ გადაებრალებინათ. გამიკვირდა ესეთი გამართლება, კიდე კაც ჩემს სომეხ მეგობარს არ უთხარი ეგ, თორე გადაირეოდა. თანაც ორივე თანამშრომელია, ხო, მაგრამ დღეს გამრალდა, ძალიან მომრალდა, მე 3 ვიცი მუსლიმანი ქალი, რომელიც იმაშოვდა. ისე ეს ნარკოტიკებით მითი დაავადებულები, white trash თეთრ ნაგავს რო უძახიან, ეს ძალიან ხშირი არის აქ, ძალიან ხშირი არის. ხშირად ეგენი არიან შენ შემთხვევაში აი უჭირათ ბანერები მე სახლი არ ამაქვს ეს არ ამაქვს და ითხოვენ აი ბევრი ვიცი პერმანენტული განსაკუთრებით რო ამოდიხართ ჩქაროსული გზიდან იქ დალოდება გიწევთ შუქნიშანთან და დიდი ხანი გიწევთ და იქ არიან პირდაპირ რიგები არის ადგილებია განაწილებული 4-ვე მხარეს აი 4 შესასვლელი თუ არის ხო 4-ვე მხარეს შეიძლება იყვნენ ადამიანები დიდ შესასვლელში ეს გზაჯარედინი რო ქვია
აი აქ ტორონტოშიც რო იცოდეთ და ვიქტორიაში ხო საერთოდ ვიქტორიაში ახალგაზრდა ბევრი იქ იყო შეკრებილი ბრიტანეთის კოლუმბიაზე ლაპარაკი ამინდის საგამო ვანკუვერშიც ძალიან ბევრი იყვნენ ესეთები ვითომ ფანჯრებს გიწვია ახლა ფანჯრების გაწმენდა აკრძალეს და აღარ უნდათ ხალხს იმიტომ რომ რაღაცა უფრო დაგინაგვიანებდნენ მაგრამ ახლა დგანან და ესე შეგაცოდებენ თავს ასე რომ ჯონ მაკარტური ამას კაცრად იმაშვება გრძალავს ჩვენი დროის მესამე სამყაროს ქვეყნების უმეტესობაში ნახავთ ასე რომ ძალიან გონირული და ფრთხილად უნდა ვიყოთ რომ მათხოვრები არ გამოვკვებოთ და არ გავზარდოთ მაგრამ როდესაც არის სიტუაცია რომელიც იცით რომ ნამდვილი მოთხოვნილებაა და თქვენ გააქვთ ამის შესაძლებლობა დააკმაყოფილოთ ეს მოთხოვნილება და არა ისე რომ თქვენ მოიკლოთ და მერე დაუშვათ სხვას იმას აკნათ რაღაცა ისეთი დიდი დახმარება გაუწიოთ მაშინ თქვენ უნდა გააკეთოთ ეს ამაზე არის ეს ზოგადი პრინციპი ორიენტირებული და მითითებული გასაგებია დიახ მადლობ ჯონ გასაგებია